დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ნატოს მინისტრების, სადაც განხილული იქნა სიტუაცია ავღანეთში. ჩვენ მოვისმინეთ ავღანეთის მინისტრის ანგარიში, თუ როგორ ემზადებიან ავღანელები არჩევნებისთვის, ასევე მოვისმინეთ გენერალი ბრიდლოვის ანგარიში, მოვისმინეთ ასევე ავღანეთში ნატოს სარდლობის ხელმძღვანელის დანფორდის ანგარიში. და შემიძლია გითხრათ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის იმ ვითარებაში, რასაც ჩვენ გავეცანით. დიდი ალბათობით არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად, მაგრამ ასევე არის პრობლემური საკითხი, იმიტომ რომ ავღანეთის პრეზიდენტი არ აწერს ხელშეკრულებას ხელს, რომელიც მისცემდა საშუალებას ჩვენს ძალებს გაეგრძელებინა 2014 წლის შემდეგ სამხედრო დახმარების ოპერაცია, მაგრამ იმედი გამოითქვა, რომ სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს ხელშეკრულება იქნება ხელმოწერილი. ჩვენ საქართველომ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ ბოლომდე დავრჩებით იმ მისიის ერთგული 2014 წლის მიწურულს და ასევე ვართ მზად გავაგრძელოთ ავღანელების მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის ახალი ნატოს მისიის ფარგლებშიც 2015 წელს.